მოგესალმებით. რადგან ამ ვიდეოს უსმენთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ქალსა და მამაკაც შორის ურთიერთობებზე, განვიხილავთ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ემოციური მიჯაჭვულობა, ქართველი ქალისა და კაცის კომპლექსები ურთიერთობაში, გავაანალიზებთ რა უშლით ხელს ქალსა და კაცს, რომ ჩამოაყალიბონ ჯანსაღი ურთიერთობა. წინა ვიდეოში მქონდა გამოკითხვა, თუ რომელ თემაზე ისურვებდით ვიდეოს. უმრავლესობამ აირჩიეთ მესამე პასუხი, როგორ აიძულო მამაკაცი დაგაფასოს და არ აღგიქვას როგორც ხელმისაწვდომი. ამიტომ, ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ, როგორ უნდა გახდე კაცისთვის გამოწვევა. გიზიარებ 5 უმთავრეს ნაბიჯს, რომ გახდე კაცისთვის გამოწვევა და აგრძნობინო თავი მასკულინურად, რათა ის მუდმივად ცდილობდეს შენზე შთაბეჭდილების მოხდენას და ჰქონდეს ისეთი განცდა, თითქოს ბოლომდე ჯერ ვერ მოგიპოვა. სანამ ამ ნაბიჯებზე გადავალ, უნდა იცოდე, რომ უნდა შეწყვიტო მისი მოხიბლა, უნდა შეწყვიტო იყო მისი დამხმარე ხელი, მისი მზრუნველი დედა, ადამიანი, რომელიც მის ხასიათს ერგება და მუდმივად იმას ცდილობს, როგორ აგრძნობინოს თავი კომფორტულად უხერხული სიტუაციების არიდებით. ამის ნაცვლად, შენ უნდა გამოიწვიო ის. დავიწყებ იმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ შეცვალო შენი ხედვა, რადგან შენ ჩაგაგონეს, რომ სიყვარულს არ სჭირდება სწავლა, რომ სიყვარული თავისით მოვა და რომ სიყვარული არის მარტივი. უბრალოდ მოაწონე თავი მამაკაცს და სანაცვლოდ შეიძლება შეგიყვაროს. პრობლემა ის არის, რომ რაც უფრო ცდილობ კაცის მოხიბლას, მით ნაკლებს იღებ მისგან. ამიტომ მინდა გაგიზიაროთ ეს 5 ნაბიჯი, რომლებსაც ნამდვილად შეუძლია დინამიკის შეცვლა. მაგრამ მანამდე მინდა რომ დააჭიროთ მოწონების ღილაკს და გამოიწეროთ ეს არხი. მინდა რომ შეუერთეთ ამ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს და მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოგცეთ ახალი რჩევები. დავიწყოთ. ნაბიჯი პირველი. თავდაჯერებულობა. ისე მარტივად ჟღერს, როცა ამას ვამბობ. მაგრამ რეალობა არის ის, რომ ყველა ქალი, როცა შეყვარებულია, კარგავს თავის თავდაჯერებულობას. ის იწყებს შიშს, რომ დაკარგავს კაცს. ხდება ყოველთვის ხელმისაწვდომი, როცა მას სჭირდება, როცა მას უნდა. ის იწყებს ურთიერთობის საკუთარ მხრებზე ტარებას. რაც არ არის კარგი და არც საჭირო. ამიტომ თუ გინდა კაცის გამოწვევა, მან უნდა დაინახოს, რომ შენ ხარ თავდაჯერებული ქალი და თავდაჯერებულობა იწყება შენი სხეულის ენით. შენ უნდა იდგე გამართულად. თავი უნდა გეჭიროს გამართულად. უნდა იჯდე გამართულად. უნდა გქონდეს ხმის სასიამოვნო ტონი. და რა თქმა უნდა შეგეძლოს გაღიმება, რადგან როცა იღიმი, გარედან ჩანხარ ძლიერი. აქ არ იგულისხმება ყველაფერზე სიცილი, არამედ იგულისხმება სასიამოვნო ღიმილი ფლირტისას. რაზე ეტყობა ქალს, რომ კაცთან ურთიერთობაში თავდაჯერებულობას კარგავს? ეტყობა იმაზე, რომ ის ცხოვრებისგან ვეღარ იღებს სიამოვნებას. არა ამ კაცთან ერთად ცხოვრებისგან, არამედ თავისი, პირადი ცხოვრებისგან. მთელი თავისი ცხოვრება არის მოცული ამ კაცით. კარგავს თავის პირად ბედნიერებას და პირად სიხარულს. ამიტომ, რაც არ უნდა ძლიერ მოგწონდეს კაცი, შეინარჩუნეს საკუთარი ცხოვრების სიხარული და შეგინარჩუნდება თავდაჯერებულობაც. ახლა გადავიდეთ მეორე ნაბიჯზე. დარწმუნდი, რომ როცა ის გიყურებს, შენ შეძლებ მისი მზერის დაჭერას. თუ ის გიყურებს, შენ უყურებ მას. მოეშვი მორცხობას და გაბედულად უყურე თვალებში. ნუ გერიდება მისი მზერის დაჭერა. რადგან ქალს, რომელიც არის გამოწვევა, არასდროსერიდება კაცისთვის თვალებში ყურება. თვალებში ყურებით კაცს, ქვეცნობიერის დონეზე ჩააგონებ, რომ შენ მასზე დიდი გავლენა გაქვს. ეს ძალიან მარტივად ჩანს, მაგრამ ნებისმიერ ქალს იმდენად ეშინია ამის გაკეთების, რომ მაშინვე უკან იხევს. 5 წამი გადაბმულადაც კი ვერ უყურებს კაცს თვალებში. ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნო თვალის კონტაქტი, როცა მის წინაშე ხარ. ნაბიჯი მესამე. შენ ვერ გამოიწვევ კაცს თუ არ აფასებ თამაშს, მიზიდულობის თამაშს, ფლირტის თამაშს. რადგან ფლირტი ეს არის საუკეთესო გზა მისი მიზიდვისთვის ზედმეტი სერიოზულობის გარეშე. მანამ სანამ ჩაირთვება მოლოდინები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, ფლირტი არის იდეალური საშუალება კაცისთვის გახდე ჟანგბადივით საჭირო და სიამოვნების პირველი წყარო. ნაბიჯი მეოთხე. უნდა ისწავლო კაცთან რევერსული ფსიქოლოგია. უფრო კონკრეტულად, უნდა ისწავლო, როგორ მოაჩვენო კაცს, რომ ის არის შენით პირველ რიგში დაინტერესებული და არა შენ. ეს შენთვისაც კარგია და კაცისთვისაც კარგია. იმიტომ რომ ასე უცხოველდება თავისი მონადირული ინსტინქტები, ხვდება რომ ადვილად მოსაპოვებელი არ ხარ და ერთი სული აქვს, როდის ჩაერთვება შენთან თამაში. თუმცა პირველ რიგში შენი თავი უნდა დააპროგრამო, იმის ნაცვლად რომ უთხრა საკუთარ თავს, მე მინდა რომ მოვეწონო ამ კაცს. შენ შეცვლი სიტუაციას და ეტყვი საკუთარ თავს, მას სჭირდება ჩემი მიზიდვა, მას სჭირდება დამიმტკიცოს. ასევე, შეგიძლია ფლირტში ჩართო მსუბუქად რევერსული ფსიქოლოგია.
შეგიძლია შიგადაში გამოიწვიო ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: შენ მართლა ფიქრობ, რომ შეგიძლია ჩემი დაინტრიგება? შენ მართლა ფიქრობ, რომ გაქვს ის თვისებები ჩემი მიზიდვისთვის? ამ წინადადებით მის გონებაში თესავი მის მარცვალს, რომ მასთან ერთად თუ მის გარეშე მაინც სრულად ხარ საკუთარ თავთან. შესაბამისად, კაცს უჩნდება იმის განცდა, რომ თვითონ არის დამპყრობი და არა შენ. კაცს უჩნდება განცდა, რომ ის ნამდვილ ქალთან არის და არა გოგოსთან, რომელსაც აქვს მიჯაჭვულობის პრობლემები და რომელიც კაცებს ეჯაჭვება, რათა შეივსოს ბავშვობაში დედისგან დაკლებული სითბო. ერთი სიტყვით, ფსიქოლოგიაში არ შევიჭრები, მაგრამ კაცის ვალიდაციაზე დამოკიდებულება პირველი ინდიკატორია იმისა, რომ შენ გაკლია ყურადღება და პირველ რიგში არა ხალხისგან, არამედ შენივე საკუთარი თავისგან გაკლია ყურადღება და ამას ივსებ გარედან. ყველაზე მძაფრად კი რა თქმა უნდა შეივსებ კაცისგან. ის შეიძლება მოგწონდეს კაცი, მაგრამ ხომ გინდა რომ იბრძოლოს შენთვის? კი მოგწონს ეს კაცი, მაგრამ ხომ გინდა რომ დარწმუნდე, რამდენად შეგიძლია მისი ნდობა? ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ჩემი გული მიუძღვნა კაცს, რომელსაც კარგად არ ვიცნობ, ვიქნები ცოტა მოთმინებით. და მოთმინება არის ის, რაც მე მეხუთე ნაბიჯად გამოვყავი. რადგან როგორც მე ქალებს ვუკვირდები, მათ ძალიან აკლიათ მოთმინება. ქალებს ყველაფერი ერთბაშად უნდათ. ერთ კვირაში უნდათ, რომ კაცმა უკვე სერიოზული ნაბიჯები გადადგას. ერთ კვირაში უნდათ, რომ კაცმა გრძნობები გაიჩინოს მათ მიმართ. ერთ კვირაში უნდათ, რომ უკვე მშობლები გააცნონ. ურთიერთობები ერთ კვირაში არ ლაგდება. თუ შენ ერთ კვირაში, თუნდაც ერთ თვეში გინდა ყველაფერი ერთბაშად მიიღო, ესეც იმის ინდიკატორია, რომ შენ გაკლია ყურადღება. შენ აკლებ ყურადღებას საკუთარ თავს და შესაბამისად ივსებ გარე საშუალებებიდან. ამ შემთხვევაში კაცისგან. პირიქით, ისიამოვნე გაცნობის ეტაპით. თუ უკვე გაიცანით ერთმანეთი, გამოიწვიე ნას თამაში. შეამსუბუქე განწყობა. ნუ გაასერიოზულებ ყველაფერს ერთბაშად. არის ურთიერთობის სცენარი. გახდი ინტრიგა. ისედაც, ურთიერთობები იმხელა პასუხისმგებლობას მოითხოვს, იმის ნაცვლად, რომ კაცისგან სერიოზულობას მოითხოვდე. პირიქით, შენ როგორც ქალს უნდა გინდოდეს, რაც შეიძლება მეტი სილაღე და სიმსუბუქე. ეს სილაღის პერიოდი მაინც მალე ჩაივლის და ჩაანაცვლებს ვალდებულებები, პასუხისმგებლობები, პირადი ინტერესების დათმობა, ურთიერთგაგებაზე ჭიდილი და ასე შემდეგ. ამიტომ, პირველი, თავდაჯერებულობა და სიცოცხლის სიყვარული. მეორე, მზერის ხელოვნება. მესამე, ფლირტი. მეოთხე, რევერსული ფსიქოლოგია. მეხუთე, მოთმინება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლი ჩემს წიგნებში. ის, რაც დედამ არ გასწავლა, ქალური ტრანსფორმაცია და 1001 წერილი. ამ წიგნების წყალობით ათასობით ქალი ეუფლება ფლირტის ხელოვნებას, სწავლობს როგორ იყოს კაცისთვის გამოწვევა, ეცნობა ემოციების მართვის ტექნიკებს და გადის ტრანსფორმაციას ქალურობისა და სექსუალურობის მხრივ. წიგნებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის გამომიგზავნე ინსტაგრამზე პირადი შეტყობინება. ეს არის ამ ვიდეოს დასასრული, თუ გაგიჩნდა კითხვები, შეგიძლია გამიზიარო ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში. ასევე, არ დაგავიწყდეს გამოიწერო Instagram გვერდი. ამ ვიდეოს მოწონებით და არხის გამოწერით კი მე მაძლევ мотивაციას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე კიდევ სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილო და გაგიზიარო ეფექტური მიდგომები და საჭირო ცოდნა. დროებით.